საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. ძვირფასო Silk Sport-ის მაყურებლებო და ორთაბრძოლების გულშემატკივრებო. ეს არის გადაცემა Mr. Knockout-ი. მე ვარ იოსებ კობერიძე. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ლაშა როინიშვილი. მე მგონი მაყურებელი იცნობს ლაშას ბევრი კუთხით. ლაშა არის როგორც MMA-ის მებრძოლი, ასევე მუშტიკრიუზე მებრძოლი და უკვე ერთ-ერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელზეც ცალკე ვილაპარაკე. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა, როგორ გამდები, როგორ ახლა. მადლობა. ასევე მინდა გითხრათ, 1-2 სეზონი ცოტა ხანი ლაშა ჩემი მოსწავლეც კი იყო, ცოტა ხანი. ცოტა ხანი. ეგეთ გამოცდილებაც ყო. ლაშა, მოდი ასე დავიწყოთ საუბარი. მე შენ გაგიცანი ერთი 12-13 წლის წინ, შეიძლება მეტი. მოხვედი ჩვენ კლუბში, მე შენ გაგიცანი როგორც MMA-სა და კერძოდ ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი. კი. აი, ესეთი ლაშა იყავი შენ მაშინ. ასპარეზობდი MMA-ში, მე მგონი 5-0-ზე გქონდა მაშინ შედეგი და ჯიუ-ჯიტსუს შავი კამარი და ასე შემდეგ. და მარტო მოსწავლე კი არა, დამხმარე წვრთნელიც იყო ფაქტიურად, რაღაცე ბევრ რამეში გვეხმარებოდა. შემდეგ შენ გაყევი MMA-ის მიმართულებას და ასევე ძალიან საინტერესო მუშტიკრივის მიმართულებას. კი. და ახლა უკვე შენ გიხილეთ როგორც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სახეობას ვერ დავარქვევ, მაგრამ შეჯიბრის ორგანიზატორი. მოდი მივყვეთ შენს ბიოგრაფიას, როგორ მივედით აი ამ საინტერესო შეჯიბრამდე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან კარგი და საინტერესო გადაცემა გაქვთ. პერიოდულად, როდესაც მაქვს დრო, დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს. რაც შეეხება ჩემს კარიერას, აი მე სულ ცხოვრებაში მომწონდა ორი რამ, ეს იყო სწავლა, განვითარება და ეს იყო რაღაც სპორტული მიზნები, რომლისკენაც სულ მივდიოდი. პირველ ეტაპზე მე ვიყავი, მე მომწონდა სამბო, მე ცხოვრობდი რუსეთში და მე დამწყებ პერიოდში გავხდი სამბოს ჩემპიონი რუსეთში და გრეპლინგის ჩემპიონი რუსეთში, რაც საკმაოდ მაღალი დონე არის ჩემი აზრით, ძალიან მაღალი დონე არის იმ რეგიონში, რადგანაც საკმაოდ არის განვითარებული და მაღალ კონკურენტული. ამ ფუნდამენტისგან, ამ ბაზისგან გამომდინარე უკვე გადავდგი ნაბიჯი MMA-ში, თუმცა აბსოლუტურად არ მქონდა საერთოდ თქვენ, მაგრამ ძალიან პატარა გამოცდილება მქონდა სტრაიკინგში. დარტყმით ტექნიკაში. კი, დარტყმით ტექნიკაში, კი. პარალელურად მე სულ ვიყავი ფიტნეს ინდუსტრიაში, მომწონდა ვარჯიში, სხეულის განვითარება. ასევე მე აქტიური ვიყავი სულ YouTube და სოციალური ქსელების სივრცეში. იცნობს ხალხი მანდ. კი, როგორც Iron Lasha, კი, პოპულარული ვარ დღესაც. მეგობრებო, შეგახსენებთ ლაშას ზედმეტ სახელს Iron Lasha, ანუ რკინის თუ ფოლადის ლაშა. რაშიც მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი ამ ცოტა ხნის წინ მოგვიწია ერთად ყოფნა ღონისძიებაზე და არის ესეთი ვარჯიში ტანის დაბეჟვა რა, მომზადება ბრძოლისთვის, ხო, ასე ვთქვათ და ბეჟავდი ლაშას, კაიხანია უკვე აღარ დამიბეჟია რამდენიმე წელია და ბეჟავდი და მაჯები მეტკინა მართლა ფოლადის ახარ მე მგონი. ეგ სახელი მე ბავშვების მოფიქრებული არის. ძალიან დიდი რაოდენობით გამომწერი, მყავს TikTok-ზე და YouTube არხზე.
და უსულდებდი ვიდეოებს, რაღაც დიწონებს წევდი, ან როდესაც ტომარას ურტყამდი და რაღაც სახელი გაჩნდა, კომენტარებში წერდნენ და უკვე დავიწყე როგორც ბრენდი. სახალხო სახელი ყოფილა. სახალხო სახელი. და დავიწყე ბრენდის განვითარება Iron-Lasha. ეხლა არსებობს ეს ბრენდი როგორც YouTube-ს არხი, როგორც TikTok არხი, როგორც Instagram არხი. და ამასთან პარალელურად კიდე რამოდენიმე პროექტი მქონდა და ერთ-ერთი პროექტი ეს არის Iron Punch. ეს არის სკინის დარტყმა. ადრე მე თბილისში მედგა ქსელი იყო აპარატების, აი კრივის აპარატები რო არის, რო უნდა დაარტყა, ლარიანი რო უნდა ჩავ. კი. და შემდეგ დავიწყე შეჯიბრებების ჩატარება, რუსთაველზე ვატარებდით და იმდენად ჩამოყალიბდა, რომ უკვე მე და ინტერესი გამიჩნდა, რომ პროფესიონალური სახე მივცე, რადგანაც ეს აპარატები არის გასართობი, ქულას წერს, აი 1000-მდე ან 3000-მდე. მაყურებელს აუხსნი. ხალხნო აი ქუჩაში და რავი ვაკის პარკში და კიდე სადიდგა ჟეტონს ან ლარიანს ჩააგდებდი ბურთს დაარტყავდი და იქ ვიწერებოდა ხო? კი, იწერება რამდენ ქულას დაარტყამდი. აი ესეთი დანადგარი ცოტა სხვანაირი ვნახავთ კადრებში. ესეთი რაღაცა გაკეთდა ჩამოაყალიბა საერთაშორისო ორგანიზაცია სოფლიოში ერთადერთი მე მგონი. კი, პირველი არის და ანალოგი არ აქვს. რომელშიც ჩატარდა ესეთი შეჯიბრი დარტყმის ზალაში და რომელშიც მე პრინციპში როგორც ჟურნალისტი თუ როგორც მონაწილეც რაღაცა ისე დავესწარი კამერით და ემი და მე შემთხვევით მონაწილეც გავხდი. სხვათა შორის მინდა გითხრა შენს მიერ გაწესებული ზღვარი რის მიღწევაზეც იძლეოდი სერტიფიკატს. კი, გადალა. კი, კაცო, ეგ სანამ გადავეღებ დავიწყებდი, დავარტყი და ის ციფრები დაიწერა. სად არის ჩემი სერტიფიკატი? სერტიფიკატი მზად არის, ვადაჟონის მოვიტან. აი ჩემი თხოვნა არის ვალერი ფოცხერაშვილი, ჩემი მწვრთნელი. ამიტომ მეც სტაჟს დაუკრავ. წონა შეგვახსენე 100 კილო მოკრივე კლასიკური კრივის წარმომადგენელი. მოემზადე ვალერი თუ ხარ მზად ტაჩით გავამხნევოთ და პირველი ცა 364 კილო. მეორე რაუნდისთვის მოემზადებ. შეგიძლია 452 კილო. ფანტასტიკური შედეგი. დააგვირდით რომ ადამიანი ურტყამს ტექნიკურად მოკლე დარტყმებს. მესამეც და შეგიძლია 476 კილო. მაგარი შედეგი არის. ეს ეყოფა 4 ადამიანს ნოკაუტში რო გაუშვა ერთი დარტყმით. 100 კილოთი გადანაწილდება 120 კილოთი. ანუ როგორი პრინციპი აქვს, ეგ აპარატები აძლევენ ქულას და მე უკვე სპორტულმა უნივერსიტეტმა უცხოეთში შექმნა აპარატი, რომელიც ზუსტად ზომავს კილოგრამს დარტყმის. მაგას მე ვტესტავდი სადღაც 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა აპარატებს და ჩამოვიტანეთ უცხოეთიდან აწყობილი შეკვეთით აპარატი, რომელიც ზუსტად კილოგრამში წერს თუ რამდენი აქვს ტონაჟი დარტყმას. შემდეგ ინტერესი რატო გაჩნდა, რადგანაც მე კომუნიკაცია ცნობად სახეებთან, სპორტსმენებთან, აი დაუშვათ საგინაშვილმა დაარტყა აპარატზე ჯანაშიამ, MMA-ის მებრძოლებმა, მოკრივე ცნობილმა და ყველა საინტერესებდა ეხლა თუ საგინაშვილი ურტყამს დაუშვათ 300 კილოს, ხო მე რამდენს ურტყამ. და პლუს ისიც საინტერესო არის, რომ შეჯიბრებები ტარდება და ეხლა ფორმატი არის ესეთი, უკვე ჩატარდა 3 ღია ჩემპიონატი. და ფინალი ჩატარდება ბათუმში, გრანდ ბელაჯოს კაზინოში, სადაც გათამაშდება დიდი ფულადი პრიზი და გათამაშდება საჩემპიონო კამარი. და აქ რომ მოხვდე, არის საჭირო რომ ლიცენზია აიღო. და ამ ლიცენზიის აღება შეგიძლია შეზარჩევ ჩემპიონატებზე, სადაც ასევე საჩუქრებიც არის. ანუ მაგალითად, მე ახლა ვეტერან კაც. ის მაჩვენებელი დავარტყი კი, სერტიფიკატი სერტიფიცირებული ხარ ბათუმისთვის. ახალგაზრდებს შემიძლია გამოვიდა. კი, და ჩვენ ვარ ახალგაზრდა. ურტყამ როგორც აქტიური სპორტსმენი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ტონაჟი აჩვენა დარტყმის. მეც საინტერესო ფაქტები მაქვს, აი ადამიანი რომ ნოკდაუნში გაუშვა, ნოკდაუნში არის საკმარისი, არის საუბარი მომზადებულ ადამიანზე, სადღაც 120 კილო.
ეხლა ადამიანი რომელიც ურტყამს 300 კილოს, ხო, ეს არის რაღაც ლეტალური შედეგი დასრულდება ეგეთი დარტყმა. რითი არის ჩემპიონატი საინტერესო, რომ ჩვენ სხვადასხვა კატეგორიები გვაქვს და პრინციპში რა აძლევს ამ რაღაც ხიბს ამ ჩემპიონატს, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო ბიჭები. აი წინა შეჯიბრზე 785 კილო დაარტყა ადამიანი. კარგი, მე კი მინდა მოვიწვიო ლაშა კამარაული. კიოშინკაი კარატეს წარმომადგენელი 110 კილო. პირველი რაუნდისთვის მოემზადებ. ლაშა არის გამარჯვებული რამოდენიმე ძველი აირონ პაჩი შეჯიბრების ძალიან ძიმე დარტყმა აქვს. გავამხნევოთ ლაშა. 701 კილო, ეს არის რეკორდი ტაში ლაშას. 701 კილო. ყველა საჩუქრები ლაშასთან. მზად ხარ ლაშა მეორე წლისთვის? შეგიძლია? 417, ეს მარცხენა ხელი, ხო? ბოლო მესამეც და დაშით გავამხნევოთ. შეგიძლია? 753 კილო. დაშით, ბრავო, ეს არის პირველი ადგილი და ახალი ოფიციალური რეკორდი აირონ პანჩის. ესეთი წარმომადგენლები არიან კიოშინ კარატედან. 785 კილო, ეს ფანტასტიკური შედეგი. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს. კი. ან შენიშვნა თუ არა წინა დადება მაინც რაციონალური. დავესწარი ის მაღალი ბიჭი რო იყო კარატეს წარმომადგენელი, წინვალე შედეგი ანახა. მაგრამ მანდ იყო ესე ვთქვათ, რაოდენობელი ამ ბიჭის გამონქანებით, დატრიალებით კი, დიდი ამპლიტუდით, კი. ხო, ამპლიტუდა იყო ძალიან დიდი და ჩემი აზრით დგომიდან რო დაარტყა გაუნძრევლად რა, ანუ მხოლოდ მცირე ბიძგიდან ნაბიჯი დიდი სხვაობა იქნება. კი, როგორ არის? და ხომ არ ჩაგეტარებინა შეჯიბრი ვთქვათ ადგილიდან დგომიდან დარტყმაში და უკვე თავისუფალი პროგრამა ამპლიტუდა და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ეს როგორი არის? არის სამი კატეგორია დღესდღეობით ჩამოყალიბებული. არის აირონ პანჩ კლასიკ, ანუ ეს ნიშნავს, რომ არ არის ხარ შეზღუდული არც ტექნიკაში. შეგიძლია მუშტი სწორად დაარტყა, ანუ სხვანაირი კუთხით დაარტყა, ან ნებისმიერი გამოგქნევით. აი სულ რო უკან გაიქცე და 10 ნაბიჯით გამოიქცე დაარტყა, შეგიძლია. თავისუფალი პროგრამა. კი, აი უკვე რაზეც შენ ამბობ ეს არის Ultimate Fighter-ი და როგორ ჩამოყალიბდა. ანუ იქ ჯამდება 3 დარტყმის ტონაჟი. ანუ კროსი, უпростоად კროსი, ჯები და ხუკი ნებისმიერი. ეს უკვე აძლევს პროფესიონალებს საშუალებას. დღეს თავისუფალ სტილში იყო დარტყმა. კი, ეს იყო თავისუფალ სტილში და ასევე გვაქვს გაზართობის სტილი, რომელშიც შენ ასევე მიიღე მონაწილეობა. გაბრაზებული ვიტანი, კი ლაღა მოვიგეთ. ეგ პოდნოსი არის ხელში გიჭრავს, სადაც არის 3 ბოთლი და ისე უნდა დაარტყა, რომ ეს ბოთლები არ წაიქცეს. როდესაც რუსთაველზე იდგა აპარატი ხინკლის სახლთან, ყველაზე დიდი და ყველაზე მეტი გამარჯვებულები იყვნენ ოფიციანტები, რომელიც მუშაობდნენ ამ რესტორანში. იმგენთან ერთად მოვიფიქრეთ ეს კონკურსი. ესე გამოიყურება. ავიღეთ და რამდენად შეძლო? ცოტა ვიწყარ ავაღებ. მად დამიძახა ლაშამ რინგზე და მოულოდნელად და გავე კარგი სანახავი იყო ძალიან კარგი სანახავი ის ერთი ბოთლი რო არ წავქცეო და კი ჩემპიონი გახდებოდი და საერთო ჯამში მეოთხე შედეგი ვანახე კი გადაცემა ნოკაუტის მისტერ ნოკაუტის წამყვანი მობძანდის აი ესე შეგიძლია მობძანდებ და ამ სპეციალურ კატეგორიაში ნახოთ რა შედეგს აჩვენებს. ბოთლები შეგიძლიათ გადაანაწილოთ როგორც თქვენ გსურთ.
კიდევ ერთხელ ტაშით შევხვდეთ ჩვენ ცნობილ მწვრთნელს. შეგიძლიათ სოსი. Mr. Knockout. ასოლდა ტექსტი კიდე 2 წთა გაქვს, 2 წთა. მაგრამ კარგი დარტყმა იყო. სულ მაინტერესებდა ამ კატეგორიაში ეს სპორტის გამოცდილება არის გადამწყვეტი თუ რისი. შეგიძლიათ ერთი ხელით ვარ 164 კილო უმაგრესი დარტყმა შესრულებით უმაგრესი რეკორდი არის 180 კილო ლაშასი 180 კილო მაგრამ წონით მეტი არის ამიტომ გადავითვლით შეგიძლიათ ზუსტად ტაში ბოლო დარტყმა შეგიძლიათ აი როგორ ეთქობა კარატეს ტექნიკა კარგი 181 კილო და პირველი ადგილი უეჭველი არა უშავს ეგ არა უშავს ერთი ბოთლი ვაპატიო ლაშა აი ბოთლები რო არ ყოფილიყო და ხაშლამა რო ყოფილიყო ნაღდათ არ წამექცეოდა აი სულ მაინტერესებს მაგ ვინც იმარჯვებს მაგ კატეგორიაში სპორტის გამოცდილება არის თუ რესტორანი მიმტანად ჯერ არ მიმუშავე მაგრამ ბალანს ფლო როგორ ჩანს შემიძლია მიმტანობაც ეგ საინტერესო ისტორია აქვს როგორ ჩამოყალიბდა ეგ კატეგორია ერთ-ერთი აპარატი ჩემი აი ძველი სტილის აპარატი იდგა რუსთაველზე ხინკლის სახლთან ეგ გადავდგაში ანუ იქ იდგა რუსთაველის 37-ზე და მან ვატარებდი და ერთ-ერთი კატეგორია იყო სადაც ბევრი ანუ ვინც მუშაობდა ხინკლის სახლში ისინი მონაწილეობდნენ მიმტანები და ანუ ჩამოყალიბდა ეს იდეა ზუსტად მაგ პერიოდში საინტერესო ამბავი გამახსენდა მოგიყვებით ერთ ჩვენს ძალიან სახელოვან სპორტსმენზე არ დავასახელებ სახელს და გვარს რამდენიმე წლის წინ იყო მოკლედ მაშინ ფორმაში ვიყავი გამხდარი ბიჭი შევდივართ საბილიარდოში ძალიან მიყვარს ბილიარდის თამაში გასართობად და დამხვდა ეს ჩვენი ძალიან სახელოვანი სპორტსმენი პირდაპირ გეტყვით დარტყმითი სახეობის წარმომადგენელი არც მოკრივე არც კარატისტი სხვა სახეობის წინვალე სპორტსმენი იმასაც ყვარებია ბილიარდი ერთობა რა და მან დიდგა სწორედ ეგ აპარატი ჟეტონი იყო თუ ლარიანი აღარ მახსოვს და არ ტყავდი და ერთობოდა იმ აპარატთან რა და მეც კიდე ძალიან მიყვარს რა ხო და ამარო დაამთავრა მივედი და დავარტყი გამიხარდა პატარა ბავშვი და თურმე ისეთი რიცხვი დაიწერა რომელიც მის დარტყმას აღემატებოდა მე როგორც გაიგე გამოიწვია ხო და სპორტსმენია ხო კაცი უდიდესი ჩემპიონი არის რა მსოფლიო ვარსკვლავია და ეგ როგორ ხა ალბათ გაიფიქრა რა თუ მიყურებს გაახსენდება ხო და მოვიდა დაახურდავა დაარტყა რაღაცა ძალიან კარი მე მივედი უკვე მობილიზებულმა და კარგად დავარტყი კიდევ ვაჯობე დაინახა შორიდან გამოართვა ბიჭებს ლარიანები რაღაცები არ მეჯიბრება მაგრამ თავის თავს ეჯიბრება უნდა რომ აი ამ გამხდარ ბიჭს მაჯობოს მოკლედ რაც ლარიანები ქონდეს სულ დახარჯო მე გამოხადებით იმით მოკლედ და ნუ ვერ მაჯობა აგიხსნით რა ხდება როდესაც ხარ დიდი ფიზიკური ძალის პატრონი მხოლოდ ეს არ ნიშნავს რომ ძლიერი დარტყმა გექნება, დარტყმას ცოდნა უნდა, ასევე როგორც ვთქვათ, ფეხბურთელმა რომ ბურთს დაარტყას ხო. აი ესეთი მომენტი არის და აი ესეთ საინტერესო შეჯიბს ჩაუყარა საფუძველი ლაშა. კი, კონცეფცია, ძირითადი კონცეფცია არის იმაში, რომ ყველა ძალისმიერი ორთაბრძოლების, შერეული ორთაბრძოლების და სხვა სპორტის წარმომადგენლები, საუკეთესოები შევაჯიბროთ რაღაც ერთ მიმართულებაში და ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი და ამ ფიქრებმა მოიტანა ეგ იდეა. ძალიან კარგი იდეა არის, მშვენიერი. რა ვიცი, რა ვთქვა, სოფლიოში
ერთადერთი ჯერჯერობით. სხვა პროექტები რა გაქვს ლაშა? მე მიყვარს ახალი идеების შემოტანა საქართველოში, მიყვარს სპორტი და ამისგან გამომდინარე უკვე არსებობდა ეს პროექტი, ეს არის ფიტნეს კონტეინერი. 4 წლის წინ მე კუსტბაზე დავდგი კონტეინერ, ზღვის კონტეინერი, პატარა ზომის, ეს იყო 7.2 ვარზე, პატარა ზომა. სტანდარტული, რომლის ირგვლივ იყო გაკეთებული სავარჯიშო სივრცე, ანუ ტანის ასაწევი, შტანგის დასადები, კროსფიტ, TRX-ის სამაგრები, შიგნით იყო გამოსაცვლელი და ოთახი. ეს იდგა კუსტბის სანაპიროზე და იდეა არის იმაში, რომ ერთი ესეთი კონტეინერი უკვე გამოცდილებამაც მომცა იმის საშუალება, რომ აბსოლუტურად თანატოლი არის საშუალო ზომის დარბაზის. გამომდინარე იმ ტრენაჟორების, რომელიც არის. ანუ მე ვიღებ ფიტნეს კონტეინერს და ვაქცევ სივრცეს, პარკის ან ტყის სივრცეს ვაქცევ დარბაზად. ეგ იდეა არ არის თეორია, ეს უკვე მუშაობდა, როგორც პროექტი სექტორ 27, კუსტბაზე მუშაობდა, ასევე ქვემოთ თბილისშიც მედგა. და ეხლა უკვე დახვეწილი ვერსია მინდა დავდგა და გავანვითარო თბილისში. ეს როგორც ბიზნეს მოდელიც საინტერესო არის და ასევე არის საინტერესო იმ ხრივ, რომ ჩვენ მინიმალური ინვესტიციით თანატოლს დიდი დარბაზის ვაკეთებთ. ანუ ეხლა ადამიანი, რომელიც დაუშვათ უკვე ფიტნეს ინდუსტრიაში, ანუ ფიტნესში არის ვარჯიშობს, ხო? პირადად ჩემთვისაც უფრო საინტერესოა ეს ეხლა სადღაც კლდეზე, კარგი ხედით, სუფთა ჰაერზე ვივარჯიშო, ხო? ვიდრე მე ეხლა არ გამიკვირდება ეხლა პლაზმა და პერსახოც რომ მომწევენ ფიტნესში, ნუ ეს კარგი არის, მაგრამ ეს ნუ ბუნება სულ სხვა. ბუნება სულ სხვა არის, სხვანაირი ენერგიას აძლევს, მზის ხივი, სუფთა ჰაერი და ის ატმოსფერო, რომელსაც შვენიერი იდეა, შვენიერი. კი და ძალიან ლამაზად გამოიყურება და ყოველთვის საინტერესო არის. სხვადასხვა დიდი რეიტინგი მომიტანა კუსტბაზე, იმდენად კარგად გავაკეთე, რომ შიგნით რჩებოდი პარალელურად ცხოვრობდი, ამიტომ პოპულარული ადგილი იყო. და ეხლა უკვე სხვადასხვა სივრცეებში არის გეგმა, რომ განვითარდეს პროექტის სახელი სექტორ 27. სექტორ 27. წარმატება სექტორ 27-ს და წარმატება Iron Punch რკინის დარტყმას და წარმატება პირადად შენ მუშტიკრივის ჩემპიონს მადლობა. და MMA-ის მაგარ წარმომადგენელს. გაიხარა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა რომ სპორტსმენებს და აქტიურად, სოციალურად აქტიურ ხალხს აძლევთ საშუალებას რომ ისაუბრონ თავიანთ ცხოვრებაზე და თავიანთ საინტერესო პროექტებზე. მოუწოდოთ მაყურებელს, ყველა თაობის მაყურებელს ივარჯიშეთ, განსაკუთრებით ორთაბრძოლებში. კი, ცulis ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნაწილი სპორტი იყოს. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ორშაბათს 22 საათზე, Silk Sport-ზე. საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამათალები. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მეათე ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესში.